შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. იონა მესამე. ვიოხუნჯოთ, მეტი რა შეგრჩება ამ ტანჯვით სავსე წუთი სოფელში. იონასვე თქმებიდან. რადგან ტერეზა სამზადში დიასახლისობდა, ჩაი ვარდომ დაუსხა კორნელის. იონამ ისევ დაიწყო თავისი. ამაოდ იკოხტავებდი ამდენ ხანს თავს, სულ ერთია. ნინოს მაინც არ მოსწონხარ. კორნელიმ და ნინომ დარცხვენით შეხედეს ერთმანეთს. კეხიანი ცხვირის დიდრონი ნესტოები და თხელი, დამცინავი ტუჩები შეკავებული ღიმილით უთრთოდნენ იონას. იგი წინდა წინვეს ტკბებოდა აჩემებული მსხვერპლის წამებით. ნინომ შემოგითვალა, განაგრძობდა იონა. იმერელი ბიჭის რა მცოდნია მაყაშვილის ქალსო. ნინომ წყენით და ღიმილით შეხარა წარბები. ბატონო იონა, კმარა ამდენი დაცინვა. იონა ისევ აუხირდა კორნელის. ნუ მიაძეხი ამ პურსა და ყველს. დამშეული ხომ არა ხარ? ვახშამზე რაღა შეჭამ. მალე გაათავე. ტყისაკენ ვაპირებთ გასეირნებას. გაღლილს რაღა სეირნობა ეჭირვება, თქვენ ისეირნეთ, მე და კორნელი დედა ტერეზასთან დავრჩებით, შენიშნა ნინომ. იონამ გადაიხარხარა და წამოიძახა, შენც არ მომიკვდე, ქალბატონი ვარდო, სწორედ იმ ჭკუაზეა, მგელს ბატკანი დაუტოვოს. ნინოს ეწყინა, ძია იონა, თქვენი ოხუნჯობის საგანი ნუ თუ მუდამ მე უნდა ვიყო. სტეფანე მურჩია, ყურს ნუ უგდებთ იონას. თუ კი ყურადღება მიაქციეთ და გაბრაზდით გათავდა, მაშინ აღარ მოგეშვებათ. იონამ სიცილი შესწყვიტა და ახლა კაეშნით განაცხადა. ეხ ჩემო ნინო, ვიოხუნჯოთ, მეტი რა შეგრჩება. ყველანი წუთისოფლის სტუმრები ვართ. ბოლოს მძორად ვიქცევით და მატლი შევჭამს. თქვენ რა გიჭირთ? ახალგაზრდები ხართ. მე ვიკითხო, ჩემი ცხოვრების შემოდგომაც რომ თავდება და ცალი ფეხი სამარეში მიდგას. ასე უადვილებდა იონა ყველას თავისი ოხუნჯობის ატანას. ეს მისი ნაცადი ხერხი იყო. ეს ხერხი გარეკანი იყო იონას დაცინვით და ოხუნჯობით სავსე აბისათვის, რომელიც უნდა გადაეყლაპა ბოლოს მის მიერ აჩემებულ მსხვერპლს. ჯერ რა დროს თქვენი სიბერეა, ბატონო იონა, დაამშვიდა ვარდომ. იონა მოულბა. ასეთი იყო იგი, ჯერ გახქირდავდა, აუხირდებოდა ადამიანს, მერე კი მოეფერებოდა. კარისმერეთში კულტურულ საზრდოს მოკლებული იონა ახლა ნინოს აქებდა და ეხვეწებოდა პიანინოზე დაუკარიო. ნინო ადგა და ოთახში შევიდა. ყველანი სმენად იქცნენ. ნინო ბეთჰოვენის მთვარის სონატას უკრავდა. როდესაც მუსიკა დასრულდა და ნინო ცაცხვის ქვეშ მივიდა, მუსიკისა და ხელოვნების მოტრფიალე იონამ განაცხადა. ნინო შესანიშნავად უკრავდა, მაგრამ ბუნებამაც ხელი შეგვიწყო ამ ნაწარმოების ღრმა ათვისებისათვის. ეს კარისმერეთის ამ ყუდრო, წყნარ და მთვარიან ღამეს უნდა უმადლოდეთ.
მუსიკის ასეთნაირი აღქმა ქალაქში შეუძლებელია. კორნელი იონას დაეთანხმა და მის ნათქვამს დაუმატა. სტუმრებს, ნაცნობებსა და მეგობრებს მანამდე არ მოასმენინებდა ვაგნერი ბაჰირაიტის თეატრში თავის ნაწარმოებს, სანამ ქალაქიდან გამოყოლილ წვრილმან ინტერესებისაგან და ყოველდღიურობისაგან არ განიტვირთებოდნენ. რამდენიმე დღე გრძელდებოდა ასეთი წინასწარი სამზადისი. ქალაქიდან ჩამოსულნი სპეციალურ სასტუმროში ცხოვრობდნენ. ბაჰირაიტის ლამაზი ბუნების ჭვრეტიც ტკბებოდნენ, რაც მათი სულის სათანადო მომართვას, განწმენდას იწვევდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ნამდვილი ზეიმი. ვაგნერის მუსიკის მოსვენა ბაჰირაიტის თეატრში. ახლა მუსიკასა და ხელოვნებაზე ჩამოვარდა ბაასი. მაყაშვილი ძალზე გააოცა სოფელში ჩაკეტილმა იონამ ცოდნით და თავისი დახვეწილი გემოვნებით. იონას ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. 20 წლის ჭაბუკი მოხუც მამას დიდარ მემამულეს ამოუდგა გვერდში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. სოფლის მეურნეობა მალე მობეზრდა და ისევ განათლების მიღების წყურვილმა დასძლია. პეტერბურგის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 3 წლის მერმე საქართველოში დაბრუნდა. დიდძალი ლიტერატურა გადაიკითხა. მას უმთავრესად დრამა და თეატრი იტაცებდა. ქართველი, რუსი და უცხოური შესანიშნავი მსახიობებისათვის მოусმენია, მაგრამ დღემდე მსახიობი ლადო მესხიშვილის თაყვანისმცემელი დარჩა. ლადო მესხიშვილზე არ შეეძლო დამშვიდებით ელაპარაკა. აი ახლაც დაიწყო ჭაბუკობისას განცდილი თხრობა. აბრეშუმის ახალუხით, შვინდისფერ ჩოხაში, ირმის რქის მასრებით, ამილახრული ბუხრის ქუდით ჩაცმულ დახურული და მორთული მოახტებოდი მამაჩემის ლურჯას. გავივლიდი აჯამეთის ტყეს, ყვირილას, საღორიას და თქარათქურით შევიჭრებოდი ქუთაისში, სადაც მელოდნენ მეგობრები, ლადოს თეატრი და შექსპირის ცეცხლის შანდალი. თვალწინ მიდგას ლადოს ედგარი, ურიელა კოსტა, ფრანცი, ჰამლეტი, ბარაქალა ლადოს დედას და ლადოს აკვანს. როგორ გვატკბობდა ის ჯადოქარი ღვთიური თამაშით. ლადოსთან, მეგობრებთან ნაქეიფარი, დაღლილი და დაქანცული უბრუნდებოდი ქუთაისიდან სოფელში. თან მომქონდა გაუმაცხარი სურვილები. არ მაკმაყოფილებდა უზრუნველი ცხოვრება, სიმდიდრე, ეზო გარემო, სახლი. არც ეს წარმტაცი აივანი, საიდანაც ასე დათლად მოჩანს თეთნულდი და უშბა. სევდიანი თვალი იღლებოდა კავკასიონის ქედებისა და მწვერვალების ცქერით. მაგონდებოდა ნაცნობი სიტყვები: ინად ვერ შინამი კავკაზა, იზგნანნიკ რაია პროლეტალ. კორნელიზე ცოტა უფროსი ვიქნებოდი, რომ დაუკარგე მშვიდობა სულსა და ის რაც დემონზე და სატანაზე იყო თქმული, სობრანია ზოლ ეგოსტიხია, ადამიანზე ზედგამოჭრილი მიმაჩნდა. ამ სახლის აივანზე ვიზეპირებდი კაეშნით მოცულ ბარათაშვილის სულო ბოროტოს, ლერმონტოვის დემონს, ბაირონის მამფრედს. უნების ყოფოდა ეჭვით შეპყრობილი დანიის პრინცის ჰამლეტის მონოლოგს, ყოფნა არ ყოფნას. დღეს ვიცი რა იწვევს ჩემში სასოწარკვეთილებას და პესიმიზმს. ნუ გავიწყდებათ, რომ მე გარს მერტყნენ უსაქმონი, ღარიბთა შრომით, ტანჯვითა და ოფლით გამაძღარნი. მე შევიგნე ყოველივე ეს და ხმაც ავიმაღლე. გამოვეკეცი იმ წრეს და მოვედი ხალხთან. ხალხი ყველაზე უფრო დიდი მკურნალია პიროვნებისა. კორნელი და ნინო,
თქვენ აღარ დაგჭირდებათ იმ ბედუყუღმართი გზის გავლა, რადგან ჩემზე უფრო ბედნიერი თაობის, რევოლუციის და თავისუფლების შვილები ხართ. ვინ იცის, რომელი თაობა აღმოჩნდება უფრო ბედნიერი? შენიშნა ვარდომ. კორნელის გაუკვირდა. ნუ თუ ეს გეეჭვებათ, მაშინ პროგრესი და წინსვლელობაც აღარ იქნებოდა. რევოლუცია, რომელიც კაცობრიობის წარსულს და თანამედროვე კულტურას დაუნდობლად ანგრევს და ბარბაროსულად ანადგურებს, ნუ თუ წინსვლობა გგონიათ, ჰკითხა ვარდომ. იონა მოულოდნელობისაგან სახტად დარჩა. კორნელიმ გაიღიმა და იონას მაგივრად მიუგო. განა შეიძლება გამოიჩეკოს წიწილა, თუ მან არ გატეხა კვერცხის ნაჭუჭი. კორნელის პასუხი უხეშად მოეჩვენა ვარდოს და დარცხვენით ჩაჰკიდა თავი. სტეფანე შეეცადა საუბარი სხვა საგანზე გადაეტანა და ახლა ჩოლოქის ბრძოლაზე დაიწყო ლაპარაკი. იქ თურქები საგრძნობლად დაზარალდნენ ჯავშნიანი მატარებლის მეოხებით. ჭერეხებივით ეყარნენ ასკერები ბრძოლის ველზე. სადგურ სუფსაზე ესტატე და პლატონ მოგველაძე ვნახე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მერმე ესტატე მაყაშვილი თბილისში წავიდა, ხოლო პლატონი კარისმერეთის მახლობელ სოფელში შობლებთან. იონა პლატონის მეგობარი იყო და მის ნიჭსა და ცოდნას დიდად აფასებდა. ფილოსოფიაზე და ხელოვნებაზე ქუთაისში გამართული არც ერთი მისი ლექცია არ გამოუტოვებია. პლატონი რამდენჯერმე ყოფილა იონას კარისმერეთში. იონას თავი მოსწონდა ასეთი დიდი ქართველი ინტელიგენტის სტუმრობით. ახლაც საგანგებოდ გაუგზავნია წერილი. მისგან პასუხი მიუღია. ესტატე მაყაშვილი ამ 4 დღეში უნდა ჩამოსულიყო და იონაც ამ დღისათვის ეპატიჟებოდა პლატონს. გულჯიბიდან პლატონ მოგველაძის წერილი ამოიღო და კორნელის გაუწოდა. კორნელიმ წაიკითხა. ძვირფასო იონა, დიდად მადლობელი ვარ მოპატიჟებისათვის. მელოდე, თავს დაგესხმით ჩერქეზული ბედაურით. დაამზადე ალისფერი ღვინო, ჩვენ რომ ერეკლე მეორე ვუწოდეთ. ძრწოდეთ, ღვინის სმაში ყველას დაგჯაბნით. ვეჭვობ მოგვაკლდეს ხანისწყლის სახელგანთქმული კალმახი, ფორაჯიანი, წითელი წინწკლებით დამშვენებული. ზედაზენიც ვინახულოთ. ზედაზენს ვინახულოთ უცნაური ოტია მდივანი. საცნაურია მეტად ჰომეროსის მოხუც გმირებს მაგონებს იგი. იქნება ისევ წვერგადასული ლხინი ქართველთა, მის მეუღლისგან გრიგოლივით დახვეული დაირა გაგვაგიჟებს. თვითონვე მოითხოვ ცოლიკაურით სავსე ყანწ, საამოა, სტეფანე მანდ-ყოფილა, ხანისწყალმა განგვბანოს პოეზიის სუფთა და ანკარა ტალღებით, შუბანის ნიალმა გაგვიგრილოს ჭმუნვარე შუბლი, მომაქვს შემდამი მოძღვნილი ლექსი, სიკ ტრანსიკ, გლორია მუნდი. მომიკითხე პატივისცემით ქალბატონი ტერეზა, ვარდო და ნინო. ნეტა სად არის ამჟამად ჩვენი ჭაბუკი კორნელი, მარა შენი პლატონ მოგველაძე. ამ წერილიდან კორნელიმ გაიგო, რომ პლატონ მოგველაძე მისი მეტოქე 3 დღის მერე დედა ტერეზა სტუმარი იქნებოდა, რადგან იონას ქოხში საპატიო სტუმრის მიღება შეუძლებელი იყო. იონას სტუმართა პატივისცემა ხარკად აწვა ტერეზას. მართლაც მიხარია სტეფანე, შენ რომ აქ დაუხვდები მას, ხომ იცი რა განათლებული კაცია და შენთან საუბარი ესი ამოვნება. უთხრა იონამ სტეფანეს. პლატონს ცოდნა აქვს, მაგრამ ყოველგვარი სისტემისა და მეთოდის გარეშე. და ეს იმიტომ, რომ
მას არ მიუღია მტკიცე ფილოლოგიური განათლება. შენიშნა სტეფანემ. ლატონი განათლებული კაცია, ამას ვინ დაგიჯერებს? დაუჯერებელი არაფერია, რადგან ის ყოფილი სემინარიელია. მერმე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ისეთი სკოლა, როგორიც მე გავიარე, ფილოსოფიისა და ლიტერატურის პროფესორებთან, ჩელპანოვთან, გილიაროვთან, დაშკევიჩთან, პერეცთან, პიპინთან და დელაბორტთან მას არც კი დასიზმრებია, იწყინა სტეფანემ. მაგრამ გერმანიაში სამოწყალოდ მოუწერეს ხელი დიპლომზე და მაშინვე შინ გამოისტუმრეს, როგორც ჩვეულებრივ ისტუმრებენ ხოლმე ჩამორჩენილი ქვეყნების შავკანიან და ყვითელკანიან მსმენელებს ევროპიდან. აღდგომა და ხვალეო, ხომ გაგიგონია? აი ჩამოვა ის კაცი და ვნახოთ, რომელი აჯობებთ კამათში. როგორ ვეკამათო ისეთ ადამიანს, რომელიც მაგალითად სერიოზულად ამტკიცებს რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული სკოლა და მიმართულება, ფილოლოგების მიერ მოჭორილი ამბავიაო. ტყუილად აძაგებ პლატონს. იგი დიდი ინტელიგენტია, ფილოსოფიურად განსწავლული ადამიანი, პოეტი, ესთეტიკოსი და ორატორი. შენ კი ვინ გიცნობს? ჰკითხა უტიფრად იონამ სტეფანეს. ის შენისთანა პროვინციელ ადამიანებს ატყუილებს და აჯადოებს. არც მინდა პლატონის მაგვარი ლათაიებით გავდიოდე ფონს და ისე მიცნობდნენ, მიუგო სტეფანემ. კორნელიმ უფროს ძმას დაუჭირა მხარი და ახლა ერთად უტევდნენ იონას. მე თვითონ გახლავართ მოწმე. პლატონის ცოდნა ქართული პოეზიისა და ბერძნული ლიტერატურის დარგში 5 ლექციით ამოიწურა. მისი ყალბის სტილი ამ წერილიდანაც ჩანს. ცხენზე ჯდომა მე ვასწავლე საცოდავს ბატარეიაში და აქ კი იკვეხნის თავს დაგესხმით ჩერქეზული ბედაურითო. წარმომიდგენია, რა ყალბი იქნება შენდამი მოძღვნილი მისი ლექსი, განაცხადა კორნელიმ. მას ძლიერ სწყინდა რატომღაც პლატონი რომ წერილში ჭაბუკს უწოდებდა. კუმ ფეხი გამოხო შენზეა ნათქვამი. ჯერ ლექსი არ მოგისმენია და წინასწარ ჰკილავ. ეს დიდი ადამიანი გულწრფელი ახტაცებით მოდის ჩვენთან. ხომ ხედავ იწერება მიხარია სტეფანე მანტყოფილაო, ნეტა კორნელი სადარისო. რადიცით კაცის ასეთი ახირება? სწყინდა იონას. თანაც ეშინოდა ტერეზას გული არაუცრუონ შვილებმა და ჩვეულებრივი მასპინძლობისა და დარდიმანდობის ნაცვლად პლატონს ცივად არ შეხვდესო, მაგრამ ტერეზა იონას მიემხრო. იონა, განგებ გაბრაზებენ თორემ პლატონ მოგველაძე რომ დიდი და განათლებული კაცია, ეს თვითონაც კარგად იციან. შენ არიყავი კარისმერეთიდან, რომ ქუდმოგლეჯილი გარბოდი ქუთაისში მოგველაძის ლექციებზე. ამხილა თავისი შვილი სტეფანე ტერეზამ. იონა დამშვიდდა.